ვისაუბროთ სპოტსა და ფიუჩერს ბაზრებზე, რა განსხვავებაა მათ შორის, რომელი რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ, როდის გვჭირდება და ასე შემდეგ. თუ გაქვს მცირედი გამოცდილება მაინც კრიპტო ტრეიდინგში და კრიპტო სამყაროში, სავარაუდოდ გეცოდინება სპოტიც და ფიუჩერსიც და სავარაუდოდ უკვე აქტიურად იყენებ, მაგრამ შეიძლება იცი სპოტი, მაგრამ არ იცი ფიუჩერსი. რადგან ძირითადად დამწყებები ვაჭრობენ ხოლმე სპოტზე, აკეთებენ ხოლმე სპოტზე ინვესტიციებს და ჯერ არ გაუგიათ ხოლმე ფიუჩერსის შესახებ, ან შეიძლება გაუგიათ, მაგრამ არ იციან და ვერ გაუგიათ როგორ გამოიყენონ და რა არის საერთოდ ეს ფიუჩერსი. თუ გამოცდილი ხარ, არც შენ არ გაწყენს ამ ყველაფრის ყურება, შეგეძლია გადაავლო თვალი, მოусმინო და შესაძლოა ისეთი დეტალი გაიგო, რაც ჯერ არ გაგიგია. და თუ ეხლა გებულობ ამ ყველაფერს, ეცადე მაქსიმალურად დიდი ყურადღებით მოусმინო, რადგან ტრეიდინგში და ინვესტიციებში ეს არის პირველადი რაღაც, რაც უნდა იცოდე. ანუ შენ თუ არ იცი რა არის სპოტი და რა არის ფიუჩერსი, ფიზიკურად ვერ გახსნი პოზიციას და ფიზიკურად ვერ იყიდი ხო, ვერც ბიტკოინს და ვერაფერს. მოდი დავიწყოთ პირველ რიგში სპოტის ახსნით. ესე იგი, ყველაზე მარტივი არის სპოტი და სპოტი უკვე აქტიურად როდესაც ვაჭრობას ვიწყებთ, ჩვენ გადავდივართ უკვე ფიუჩერსს და იქ ცოტა სხვა პრინციპია და მაგას ჩავშლით თავიდან ბოლომდე და ავხსნით ძალიან კარგად. პირველ რიგში ვთქვათ რა არის სპოტი. აი თუ ჩვენ გვინდა პირობითად რომ ვიყიდოთ ამ წუთას ბიტკოინი, ან არ აქვს მნიშვნელობა როდის გვინდა, ანუ უბრალოდ გვინდა ვიყიდოთ ბიტკოინი. ჩვენ ამისთვის გვჭირდება სპოტი. ანუ სპოტი არის ბირჟაზე სივრცე, ადგილი, სადაც აი აქ შევართ, მექსი არის ამ შემთხვევაში ეს შევართ და როდესაც ეს სპოტის ფანჯარა გაიხსნება, სპოტზე შეგვიძლია ნებისმიერი ქოინის ყიდვა. და ეს ქოინი შემდეგ იქნება ჩვენს ბალანსზე და შეგვიძლია ეს როგორც დავტოვოთ თვეები და წლები. ასევე შეგვიძლია გავყიდოთ 1 საათში და 2 საათში. ანუ სპოტ ძირითადად იყენებენ ხოლმე ინვესტიციებისთვის. როდესაც გრძელვადიანად უნდათ ხოლმე რაღაც ქოინების შესყიდვა, სპოტზე აკეთებენ ამ ყველაფერს და სპოტზე ინახავენ ქოინებს. ხოლო მეორე მხარეს რაც შეეხება სპოტისას, ასევე ვაჭრობა შეგვიძლია სპოტზე. ანუ მარტივი ლოგიკაა ეს, ხო? თუ ჩვენ შეგვიძლია რაღაცების ყიდვა და გაყიდვა, ამას არ აქვს მნიშვნელობა 1 საათში გავყიდით თუ 1 წელიწადში. თუ 1 წელიწადში გავყიდით, ეს არის ინვესტიცია. თუ 1 საათში გავყიდით, ეს არის უკვე ვაჭრობა. ანუ ვაჭრობის ხრივაც აქტიურად შეგვიძლია სპოტის გამოყენება. და რა იგულისხმება ამაში? აი პირობითად ვიყიდეთ ბიტკოინი ახლა $107,600-ზე და ვთქვათ 1 საათში ავიდა 109,000-ზე და გავყიდეთ 109,000-ზე. ეს გარკვეული პროცენტი რაც იქნება და ეს იქნება ჩვენი სარგებელი და მოგება. მაგრამ მეორე მხარე არის უკვე ის, რომ შეგვიძლია გავაკეთოთ ინვესტიციები. მოკლედ, ეს არის და ეს სპოტი. უმარტივესად შეგვიძლია ამის გამოყენება, რასაც შემდეგ ვიდეოში ავხსნით, თავიდან ბოლომდე ჩავშლით, როგორ გამოვიყენოთ სპოტი და ფიუჩერსი, როგორ ვიყიდოთ ქოინები და როგორ გავხსნათ პოზიციები. ჯერ უბრალოდ ამ შემთხვევაში ამ ვიდეოში გავაკეთოთ ზოგადი ახსნა ამ ყველაფრის და დეტალურად ავხსნით შემდეგში. გადავიდეთ ფიუჩერსზე. პირველ რიგში ვისაუბროთ იმაზე თუ რა განსხვავებაა ფიუჩერსსა და სპოტს შორის. რადგან უკეთ გავიგოთ რა არის ფიუჩერსი. აი ფიუჩერსის ფანჯარა უკვე არის ეს, თითქმის მსგავსი არის. აქ რთულად არაფერი გეჩვენოთ, არაფერი განსაკუთრებული არ არის აქ დაშბორდზე. არის უბრალოდ ორდერ ბუქების მყიდველები და გამყიდველები არიან და აქეთ გვაქვს ქოინის არჩევის შესაძლებლობა და აქ უკვე ჩარტი. არაფერი განსაკუთრებული, ამაზე უფრო დეტალურად შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ. ვისაუბროთ ახლა ფიუჩერსზე. ფიუჩერსი არის ადგილი, სადაც ჩვენ ვდებთ კონტრაქტებს. ვდებთ პოზიციებს და ძალიან მაგარი რაც არის ის, რომ ფიუჩერსზე ჩვენ შეგვიძლია ფულის შოვნა არა მხოლოდ ქოინის ზრდისას, არამედ შეგვიძლია კლებისასაც ვიშოვოთ ფული. ანუ, როდესაც ყველაფრის ფასები ეცემა და ყველაფერი ქვემოთ მოდის, ამ დროს, როდესაც ინვესტორებში პანიკა, რადგან შესყიდული გაქვს რაღაცეები, ხო, ელოდები თვეები და ყველაფერი ქვემოთ მოდის. ანუ ფიზიკურად მოგებას ვერ აკეთებ, შენ პირიქით მინუსში მიდიხარ. ამ შემთხვევაში ფიუჩერსი არის ძალიან მაგარი რაღაც, რადგან გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ფული დავდოთ, ასე ვთქვათ, ქოინის კლებაზე. და რაც უფრო დაეცემა ეს ქოინი შემდეგ, ჩვენ უფრო და უფრო გავპროფიტდებით. ანუ, მოდი ორი ძირითადი განსხვავება გამოვყოთ სპოტსა და ფიუჩერს შორის. პირველი არის ზუსტად ეს, რომ ფიუჩერსზე შენ ფული შეგიძლია იშოვო როგორც ქოინის მატებისას, ასევე კლებისას. ანუ ფაქტობრივად ფულს დებ შენ ქოინის მატებაზე ან კლებაზე. ანუ ბიტკოინს კი არ ყიდულობ პირობითად როგორც სპოტზე. აი მაგალითად შენ როდესაც სპოტზე ბიტკოინს ყიდულობ, გააქვს უკვე შენ ბიტკოინი და გიდევს ეს ბიტკოინი რა, მაგრამ ფიუჩერსზე უკვე სხვა პრინციპია. ფიუჩერსზე შენ ფულს დებ, ასე ვთქვათ, ჩათვალეთ, რომ ფსონს დებთ ქოინის მატებაზე ან კლებაზე.
პირველი ეს არის ძირითადი განსხვავება და მეორე არის ის, რომ futures-ზე შენ ფულს ესხულობ. ანუ შეგიძლია არც ისე ხო. აი აქ გვაქვს ზუსტად ეს ბერკეტი მაჩვენებელი, რითიც შეგვიძლია განსაზღვროთ თუ რამდენს ესხულობს და როგორ. ეხლა ეს თითქოს რთულად და რაღაცა რთულად ჟღერს ხო? რაღაც ისეთი მოსასმენია ფულს ესხოთ, როგორ უნდა ვისესხოთ და რაღაც ხო? ეხლა გონებაში ესეთი ფიქრები გვაქვს, მაგრამ ეს უმარტივესი რაღაც არის ჩვენთვის არანაირად არ ჩანს რთულად, უბრალოდ ერთ კლიკს დავაკეთებთ და ეგ არის. ამ ყველაფერს აკეთებს ბირჟა. რა იგულისხმება ფულის ესხებაში? აი მაგალითად, პირობითად გვაქვს ჩვენ $1000. $1000 გვაქვს სპოტზე, ვთქვათ. სპოტზე შენ შეგიძლია უბრალოდ $1000 ბიტკოინი იყიდო და ვსო, ხო? ანუ იყიდე $1000 და მორჩა. თუ 5%-ით მოიმატებს ეს ბიტკოინი, შენი $1000-იც მოიმატებს 5%-ით და შენ გექნება $50 მოგება, ვთქვათ. ეს არის და ეს რაც შეგიძლია სპოტზე რომ გააკეთო, ანუ შენი ფული გამოიყენო ზუსტად იმდენი, რამდენიც გააქვს. მაგრამ რაც შეეხება futures-ზე შენ შეგიძლია შენი ბალანსი გაზარდო, ასე ვთქვათ, პოზიციაში. ანუ თუ შენ გაქვს $1000, შენ შეგიძლია პოზიცია გახსნა $10,000, $100,000 და ასე შემდეგ. ეს $1000 პირობითად იყოს თუნდაც $100, $50 და ასე შემდეგ. მოდი ვთქვათ $100 მაგალითზე. პირობითად $100 სპოტზე არის უბრალოდ $100, ხო და ვსო, ყიდულობ $100 ბიტკოინს. მაგრამ futures-ზე შენ თუ დებ პოზიციას ბიტკოინის მატებაზე, ანუ long პოზიციას თუ აკეთებ, ანუ ძირითადად გვაქვს ორი შესაძლებლობა პოზიციის გახსნას. ეს არის long-ი და ეს არის short-ი, ანუ long პოზიცია და short პოზიცია. long პოზიციაში იგულისხმება ის, რომ ჩვენ ფულს ვდებთ coin-ის მატებაზე და ჩვენი მიზანი არის ის, რომ coin-მა მოიმატოს. მაგრამ როდესაც ფულს ვდებთ ჩვენ coin-ის კლებაზე, ამას ქვია უკვე short პოზიცია და ეს არის გაშვარტვა. ვთქვათ, განვიხილოთ ამ შემთხვევაში long პოზიცია. ანუ $100 გვინდა დავდოთ ბიტკოინის მატებაზე პირობითად. აქ რა ხდება უკვე ნახეთ? გვაქვს ესეთი ბერკეტი, რომლის გამოყენებასაც შემდეგ ვიდეოში ავხსნით, მაგრამ ზოგადად მოვიხილოთ ამ შემთხვევაში. გვაქვს ბერკეტი და 1x-დან leverage არის ეს. 1x-დან 50x-მდე გვაქვს პოზიციის გახსნის შესაძლებლობა. ეს ტრამპის coin-ი არის და ამიტომაც ლიმიტი აქვს ამას leverage-ზე. ბიტკოინს 125x-მდე აქვს, ეს ანუ 125x-ით შეგიძლიათ პოზიციის გახსნა და არის coin-ები, რომელშიც თქვა 200x-ი და მეტი შეგიძლიათ რა. და ნუ რამდენადაც კარგია ეს მაღალი leverage, იმდენად ცუდიც არის, ამას ავხსნით ყველაფერს დეტალურად. აი განვიხილოთ მაგალითი $100-ით პოზიციის გახსნის. ვთქვათ, აი ტრამპზე უნდა დავდოთ ჩვენ $100 long-ი. ანუ $100 უნდა დავდოთ იმაზე, რომ ეს coin-ი გაიზარდოს. თუ ფასი გაიზრდება მართლა, ჩვენ ნახოთ ამაში მოგებას, თუ ფასი დაეცემა, ჩვენ გავმინუსდებით. ეხლა რა ხდება და როგორ მუშაობს ეს ფულის ესხების პრინციპი. აი, როდესაც ჩვენ პოზიციას შევავსებთ, ვთქვათ რაღაცა, აი მიუთითებთ აქ $100 უნდა გავხსნათ და აი სანამ გავხსნით პოზიციას, ვუთითებთ იქამდე leverage-ს. აი 1x-ი ჩათვალეთ, რომ არის იგივე სპოტზე შესყიდვა ჩათვალეთ რა. ანუ სპოტზე რომ შენ რაღაცას ყიდულობ და ის coin-ი გაქვს და უბრალოდ შენი ელოდები უბრალოდ და შენი 5%-იანი ზრდა, coin-ის 5%-იანი ზრდა შენთვისაც 5%-ია სპოტზე ვთქვათ. ამ შემთხვევაში ზუსტად ესე იქნება 1x-ის შემთხვევაში. ანუ 1x-ზე თუ გვაქვს ეს დაყენებული, ჩათვალეთ, რომ $100 თუ ხსნით პოზიციის ზომაც $100, ანუ რეალურად მართლა $100-ით ხსნე შენ პოზიციას. მაგრამ აი, როდესაც უკვე ამას გავზრდით, პირობითად გავხადოთ ეს 10. ეს რას ნიშნავს ახლა ნახეთ? ამ x-ებით განისაზღვრება რამდენჯერ ამრავლებ შენ თანხას, ანუ რამდენს ესხულობ. როდესაც ჩვენ ახლა ეს 10x-ზე დავაყენეთ, გამოვიდა ესეთი რაღაც, რომ ჩვენი $100 გაათმაგდა. ანუ იქ რეალურად ჩვენი ფული არის $100 და წაგების შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ $100 წავაგებთ, მეც არაფერს. მაგრამ რეალურად პოზიციის ზომა არის უკვე $100 ამ შემთხვევაში, რადგან 10x-ით გავხსენით და გავხსენთ 10x-ით და პოზიციის საიზი გამოვიდა $100. მოგება და წაგებაც იქნება შესაბამისად $100-დან გამომდინარე პროცენტებში. ანუ 10x-ის შემთხვევაში პირობითად, როდესაც ჩვენი პოზიციის საიზი არის $100, რეალური 1%-იანი ფასის ზრდა ჩვენთვის უკვე უდრის 10%-ს, რადგან ჩვენ 10x-ით გვაქვს გახსნილი. ანუ leverage რაც მეტია მითითებული, უფრო მეტი არის ამ შემთხვევაში მოგებაც და წაგებაც. leverage-ზე და სხვა დეტალებზე, რომელიც პრაქტიკაში უნდა გამოვიყენოთ, შემდეგ ვიდეოში ვისაუბროთ. მანამდე კი გეტყვით რამდენიმე საინტერესო ფაქტს კიდევ futures-ზე. მაგალითად, პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ futures-ი
არ მოგონილა კრიპტოსამყაროში რა. ანუ კრიპტოში არ მოუგონებიათ ეს. ფინანსურ ბაზარზე, ტრადიციულ ფინანსურ ბაზარზე წლების წინაც იყო ფორექსზე, საფონდო ბირჟებზე და ინდექსებზე და ასე შემდეგ, ფიუჩერსები ივაჭრებოდა წლების წინაც და არც მათ მოგონილა დაჟე ეს პრინციპი და ეს ყველაფერი რა. აი უფრო შორეულ წარსულშიც რო წავიდეთ, აი მაგალითად იაპონიაში 100 წლის წინ ვაჭრობდნენ ჯერ კიდევ ვაჭრები ფიუჩერსებით რა. და ამაში რა იგულისხმება ახლა ეს ჩარტებს კი არ უყურებდნენ და რაღაცა ვაჭრობს კი არ აკეთებდნენ. აი წარმოიდგინეთ ორი იაპონელი ვაჭარი, რომელიც არიან სხვადასხვა აზრზე. აი ერთი ვაჭარი ფიქრობს პირობითად იმას, რომ ერთ წელიწადში იგივე დროს ერთ წელიწადში ბრინჯის ფასი იქნება გაზრდილი, ხოლო მეორე ფიქრობს იმას, რომ ერთ წელიწადში ბრინჯის ფასი იქნება დაცემული, ან გაუფასურებული იქნება. ეს ორი ადამიანი ერთმანეთში დადებენ შეთანხმებას და შესაბამისად, როდესაც გავა ეს ერთი წელი და მოვა ზუსტად ეს დრო, როდესაც უკვე უნდა დააკვირდნენ შედეგს და ნახონ რა მოხდა რეალურად იმ კონტრაქტის დადების შემდეგ. აღმოჩნდება, რომ ერთი მხარე წააგებს, ერთი მხარე მოიგებს, ხო, რადგან თუ ბრინჯის ფასი იქნება გაზრდილი, მოიგებს ის ვაჭარი, რომელმაც პროგნოზი დადო ზრდაზე, ხოლო წააგებს ის ვაჭარი, რომელმაც პროგნოზი დადო კლებაზე. შესაბამისად, ესე მუშაობს ეს ყველაფერი. ზოგს გონია ხოლმე, რომ ფიუჩერსზე, როდესაც შენ თანხას იგებ ან აგებ, ამას ბირჟა გაძლევს ამ თანხას, ან ბირჟას მიაქვს ეს თანხა. ანუ ესე არ არის, ბირჟა არაფერ შუაში არ არის, ბირჟა არის ჩათვალეთ უბრალოდ შუამავალი ტრეიდერებს შორის და ჩათვალეთ ზუსტად ეს ორი ვაჭარი არის, რომელიც თქვათ ერთი ამბობს ბიტკოინზე რომ უნდა გაიზარდოს და მეორე ამბობს რომ ბიტკოინი უნდა შემცირდეს. ეს პრინციპი მუშაობს ზუსტად ფიუჩერსში. უბრალოდ ბირჟა არის ეს სივრცე, სადაც ამ ყველაფერს ვაკეთებთ. ოღონდ აქ ერთი ვაჭარი და ორი ვაჭარი კი არ არის, წამიერად ასობით და ათასობით ტრეიდერი აკეთებს ამ ორდერებს. აი აქ ორდერბუქში ზუსტად იგივე რაღაცას ხედავთ. აი ესენი არიან გამყიდველები ლაივ რეჟიმში და ესენი არიან მყიდველები ლაივ რეჟიმში. ანუ ეს არის მხარე, რომელიც ფსონებს დებენ, ანუ ხსნიან long პოზიციებს, ანუ ფსონებს დებენ ესე უხეშად რო ვთქვათ ზრდაზე და ეს არის მხარე, რომელიც ხსნიან short პოზიციებს, ანუ ფულს დებენ coin-ის კლებაზე. ამ ორ შორის ხდება შეთანხმება და შესაბამისად თუ ფასი გაიზრდება, ეს long პოზიციები ვინც გახსნეს, ისინი მოიგებენ short პოზიციების წაგების ხარჯზე. აი ესე მუშაობს ეს ყველაფერი, ერთი მხარე აბალანსებს მეორეს, ანუ ერთი მხარე აგებს, მეორე მხარე იგებს, მეორე მხარე აგებს, პირველი მხარე იგებს, თქვათ, ესე მუშაობს ეს ყველაფერი. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ კრიპტოს ფიუჩერსები განსხვავდება ტრადიციული ფიუჩერსების ბაზრისგან და ზოგადად ყველა ბაზრისგან განსხვავდება კრიპტო ორი უნიკალური რაღაცით. საფონდო ბირჟებს რო შევადაროთ პირობითად, ან ფორექს შევადაროთ პირობითად რა. სადაც ვალუტებს შორის ხდება ვაჭრობა პირობითად ევროსა და დოლარს შორის და ასე შემდეგ. აი შევადაროთ მაგას მაგალითად კრიპტო ტრეიდინგი. ტრეიდინგის ოღონდ უშუალოდ ფიუჩერსის მიმართულება. ძირითადად არის ორი განსხვავება. პირველი განსხვავება არის ის, რომ და ძალიან მაგარი არის ეს, რომ კრიპტოში შენ შეგიძლია ვაჭრობა ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში. ანუ თუ გინდა დილის 4 საათზე, 5 საათზე, 6 საათზე, რა ვიცი, გაიღვიძე და გახსენი ლონგი ან შორტი. ანუ ამას არავინ არ გიშლის და არ ხარ შეზღუდული არასდროს. დასვენების დღეა თუ უქმე დღეა თუ რა არის, ანუ ნებისმიერ დროს შენ შეგიძლია შეხვიდე კრიპტო ბირჟაზე და გახსნა პოზიცია. ანუ ფაქტობრივად ეს ყველაფერი არასდროს არ ისვენებს. განსხვავებით ტრადიციული მიმართულებებისგან. ტრადიციულ ბაზრებზე არის კონკრეტული დროები, როდესაც ბირჟა არის გახსნილი, ანუ სამუშაო დღეებში ივაჭრება, ჯერ საუხნიშნოდ პირველ რიგში შაბათ-კვირა საერთოდ დაკეტილია, ბირჟები დახურულია და ფიზიკურად ვერ ივაჭრებ და ვერ გახსნი პოზიციებს შაბათ-კვირას, ხოლო სამუშაო დღეებში არის სამუშაო საათები, რა პერიოდშიც შეგიძლია შენ ვაჭრობის გაკეთება. აი ეს არის ძალიან მაგარი, რაც კრიპტოს განასხვავებს ერთ-ერთი რაღაც, რაც კრიპტოს განასხვავებს ტრადიციული მიმართულებებისგან. მეორე არის ის, რომ ფიუჩერსზე კრიპტოში გვაქვს პერპეტუალ კონტრაქტები. ანუ სამუდამო ხო ესე შეგვიძლია ვთქვათ სამუდამო კონტრაქტები. და რას ნიშნავს ეს? განსხვავება ის არის ამ მხრივ კრიპტოსა და ტრადიციულ ბაზრებს შორის, რომ ტრადიციულ ბაზრებში გვაქვს ვადიანი ფიუჩერსის კონტრაქტები. ანუ, როდესაც შენ ფულს დებ პირობითად ზრდაზე, ანუ long პოზიციას, როდესაც აკეთებ ან short პოზიციას, არ აქვს მნიშვნელობა.
შენ გაქვს ვადიანი კონტრაქტები, ანუ იმ პოზიციას აქვს გარკვეული ვადა. რაც შეეხება კრიპტოს, კრიპტოში ჩვენ გვაქვს უვადო კონტრაქტები, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მე მაგალითად ამ წუთას გავხსნი Trump Coins-ზე longs, როცა მინდა ამას მაშინ დავხურავ რა. თავარია არ წავაგო და შემიძლია თვეები მქონდეს გახსნილი ეს პოზიცია და არავინ არ მომიწოდებს და არ მავალდებულებს და არ მაიძულებს იმაში, რომ ეს პოზიცია დავხურო. ანუ ბირჟა შენ არ გაიძულებს იმაში, რომ თქვა დახურო პოზიცია და არ არის კონკრეტულად ვადებში შეზღუდული ეს ტრეიდი. ნებისმიერ დროს შეგიძლია დახურო და ნებისმიერი დრო შეგიძლია გქონდეს გახსნა ნებისმიერ დროის განმავლობაში. თუ შენი ხელით არ დახურავ, ან take profits არ აიღებ, ან არ წააგებ ამ ტრედს. ეს არის ძირითადი განსხვავება. ერთი რაღაც კინაღამ გამომრჩა და ვთქვათ, მაგრამ ესეც ჩვენ გამოვყეთ ტრეიდინგი ორ ნაწილად, ხო? სპოტზე ტრეიდინგი და ფიუჩერსზე ტრეიდინგი. უშუალოდ ფიუჩერსზე რომ გავაგზავნოთ საუბარი, თვითონ ფიუჩერსზეც არსებობს განსხვავებული ტიპის ვაჭრობის სტილები, ასე ვთქვათ რა, რომელიც ძირითადად განსხვავდება დროის მიხედვით. სხვა მეტი განსხვავება არ გვაქვს ჩვენ ამ სტილებს შორის. ანუ ეს ტრეიდინგის სტილებია, 4 ძირითადი სტილი გვაქვს და ეს არის სკალპინგი, day trading-ი, swing trading-ი და position trading-ი. ამათ შორის განსხვავება არის მხოლოდ და მხოლოდ დრო და ინტენსივობა. ანუ რას გულისხმობ? სკალპინგი არის ვაჭრობის ტიპი და სკალპერი არის ტრეიდერი, რომელიც ვაჭრობს ძალიან პატარა დროის მონაკვეთებში რა. ანუ პირობითად long პოზიციას რო გახსნის, იმისგან შედეგს ელოდება რამდენიმე წუთში, ან რამდენიმე საათში. აი ეს არის scalp trader, სკალპერი. და ნუ სკალპინგი ძირითადად მოითხოვს სულ ჩართულობას, სულ ჩარტების ყურებას, სულ ანალიზების კეთებას, სულ პატარა time frame-ებზე, ან პატარა დროის მონაკვეთებში ანალიზების კეთებას და ასე შემდეგ. ანუ პატარა მოძრაობები არის შენთვის მნიშვნელოვანი და სკალპინგის შემთხვევაში, აი წეღარ ასეც საუბრობდით leverage-ზე, სკალპინგის შემთხვევაში leverage ყოველთვის არის ხოლმე მაღალი. ანუ ძირითადად გამოიყენება ხოლმე 20x, 50x, 100x და ასე შემდეგ, რადგან სკალპინგის დროს ჩვენ ვცდილობთ პატარა პროცენტული მოძრაობები დავიჭიროთ და ამიტომაც ჩვენ ვიყენებთ მაღალ leverage-ს, რომ მოგებებიც იყოს შესაბამისი. მე ერთი პერიოდი შეიძლება ითქვას, რომ გაქანებული სკალპერი ვიყავი და VIP ჯგუფშიც ინტენსიურად იყრებოდა ეს სკალპ სიგნალები. ეს იყო დაახლოებით 2022 წელი თუ არ ვცდები. აქ შეგვიძლია ვნახოთ შედეგებიც. ზოგადად ყველა სტატისტიკას ყოველთვის ვანგარიშობ და საჯაროდ ვაქვეყნებ ხოლმე სიგნალებისას და ყველანი ნახულობთ ხოლმე სავარაუდოდ Discord-ზე და Telegram-ზე მიცვადევნებთ თვალს. ყოველთვის ბოლოს აბსოლუტურად ყველა თვის სტატისტიკა სიგნალებით ვაჭრობის არის ასახული და ატვირთული ჯგუფში. და აი ეს არის 2022 წლის სტატისტიკა. აი მაგალითად 9-დან 31 მარტის ჩათვლით 20 დღეში ჩაგდებული იყო 193 სიგნალი VIP ჯგუფში და მე თვითონაც ეს 193 სიგნალი გავხსნა და გამოვიყენე. და აი წარმოიდგინეთ 193 სიგნალიდან წააგო მხოლოდ 14-მა, 92%-მა სიგნალებისა მოიგო. მაშინ ძალიან მიყვარდა სკალპინგი, ნერვებიც ძალიან დამაწყვიტა იმ პერიოდში უკვე ბოლოს ისე ვიყავი, რომ იმდენად გაცივებული ვიყავი, რომ აი ტრეიდინგი კი არა, ცხოვრებისეულ რაღაცა შემთხვევებზე და მოვლენებზეც აღარ მქონდა ხოლმე აღარაფერზე რეაქცია რა, აი ცივი ტიპი ვიყავი რა, ნუ ეხლაც ეგრე ვარ, რა თქმა უნდა და ტრეიდინგში ზოგადად ესე უნდა იყო. მაგრამ სკალპინგმა, ნუ ჩემი ნერვები, აი ვიცი, სრულიად შეიძლება თქვას, რომ შეცვალა და რაც სხვანაირი ტიპი გამჩნდა იმ პერიოდში. რადგან აი სკალპინგი არ მიმართულება, სადაც ან გულისხმობ სკალპინგს, როდესაც აი უშუალოდ იმენა სკალპერი ხარ და ჩართული ხარ, ძალიან ბევრ ტრეიდს ხსნი მთელ დღის განმავლობაში, მთელ დღე ზიხარ და ჩარტებს უყურებ, ანალიზებს აკეთებ და ასე შემდეგ. იმას არ გულისხმობ, მე 1-2 ტრეიდი გახსენი, მოკლევად ეს შედეგი აიღე და მე რო თქვა, რომ აი სკალპერი ვარ, უმეო რა. ანუ მე გულისხმობ, რომ რუტინულად სკალპერი ხარ და შენი სტილი თვეების განმავლობაში არის სკალპინგი. საკმაოდ სარისკო არის, გამოცდილი უნდა იყო სკალპინგში რო შედეგები გქონდეს. ხოლო რაც შეეხება სხვა ტრეიდინგის ტიპებს, გვაქვს day trading-ი, swing trading-ი და position trading-ი. Day trading-ი როგორც ფოტოზე არის მოცემული,
აღნიშნავს იმ ვაჭრობის ტიპს, როდესაც ჩვენ როცა პოზიციას გავხსნით, იმ პოზიციას ველოდებით დღის ჭრილში. ანუ როცა დილით გახსნით, თქვა საღამოს დახურავ და ასე შემდეგ. ერთი დღის განმავლობაში, როდესაც ელოდები ამ ტრეიდს. მაგრამ მე პირადად თავიდანვე ეს ტერმინი დავიმახსოვრე და ვისწავლე იმ გაგებით, რომ აი day trading-ს ვეძახი პირადად მეც, როდესაც აი მაგალითად ეხლა გავხსნით ტრეიდს და თუნდაც ხარ დავხურავ, ზეგ დავხურავ, მაზეგ დავხურავ. ანუ რამდენიმე საათიდან, რამდენიმე დღის ჭრილში რაც არის, მე პირადად ამას ვეძახი day trading-ს. Swing trading-ს რაც შეეხება, swing trading-ი აგერ გვიწერია, რომ არის პოზიციას, როდესაც ელოდები რამოდენიმე დღე. ესე არის, ანუ day trading-ის შემდეგ უკვე რაც გრძელვადიანი არის, swing-ი არის ის, რამოდენიმე დღიდან, რამოდენიმე კვირამდე რაც არის ტრეიდები, ამას swing-ს ვეძახით. ზოგადად ეს position trading-ი არის უკვე ყველაზე გრძელვადიანი, მაგრამ მე რო სიმართლე გითხრათ, ჯერ რა ვიცი, ანუ ქართულ აუდიტორიაში თუნდაც position trading-ი, რა ვიცი, ძალიან იშვიათი ტერმინია, უმეტესად რაც კი გრძელვადიანი პოზიციები არის ვაჭრობის ტიპებში, რამოდენიმე კვირა, რამოდენიმე თვე თუნდაც როდესაც ელოდები future-ზე ტრეიდს, ამას ყველას ვეძახით ხოლმე swing-ს. ყველაზე პოპულარული ტერმინი არის swing-ი, რაც კი გრძელვადიან ტრეიდებში შედის. Swing trading-ს რაც შეეხება, არის უფრო სტაბილური, უფრო უსაფრთხო და უფრო მშვიდად ხარ მოკლედ ამ ვაჭრობის ტიპისას რა. ანუ, როდესაც თქვა სკალპინგით ვაჭრობ, შენ უშუალოდ ჩართული ხარ, სულ ამ პროცესში ხარ, სულ ჩარტებს უყურებ, სულ ანალიზებს აკეთებ და ასე შემდეგ და ანუ ვცდილობ რომ პატარა პროცენტები დაიჭირო მოკლედ მაღალი ლევერიჯებით და მოგებები ნახო ამაში და ესეთი რაც შეიძლება ბევრი იყოს დღის განმავლობაში. Swing trading-ს რაც შეეხება, swing-ი უფრო აი რაღაცა პოზიციას რო გახსნით, თქვა იმას ელოდები 1 კვირა, 2 კვირა, რამდენიმე დღე რომ საკმაოდ კარგი შედეგი მოგცეს ამან. მე პირადად აი წეგან გაჩვენეთ სტატისტიკა 3 წლის წინანდელი scalp ვაჭრობის შედეგების და ნუ აი იმ პერიოდში უფრო ძირითადად scalping-ით ვიყავი დაკავებული, მაგრამ მაქედან 1 წლის შემდეგ უკვე დავიწყე აქტიურად day trading-ი და swing trading-ი. ეხლაც მაგალითად VIP ჯგუფშიც უმეტესობა არის სულ day trade-ები და swing trade-ები. Swing-ები ძალიან მომწონს, მით უმეტეს ისეთ ბაზარში, როდესაც ტენდენცია აღმავალი არის, ან დაღმავალი არის, ანუ როდესაც გამოკვეთილი ტრენდი გვაქვს და ფასი მიემართება რომელიმე მიმართულებით, ამ დროს არის ძალიან კარგი swing trading-ი, რადგან მთავარი დაიჭირო მომენტი, როდესაც აი სანამ ფასი გაიზრდება, სანამ ეს coin-ი წავა ზემოთ აკუმულაციის შემდეგ, აი ეს მომენტი დაიჭირო და შემდეგ წარმოვიდგინეთ, როდესაც დიდი აღმასვლის ტალღას მიყვები ბოლომდე, რამხელა მოგების დადება შეიძლება swing-ის ერთ ტრეიდში თუნდაც რა. ანუ შეიძლება swing-ში იმხელა მოგება ნახო, რაც scalp ტრეიდებში 5-10 ტრეიდში რაც შეიძლება მოგება ნახო, ერთი მოგება შეგიძლია ნახო swing-ის ტრეიდში. თან ანუ უფრო მეტს რისკავ, როდესაც swing-ი არის, პოზიცია უფრო უსაფრთხო არის და მაგალითად scalping-ში თუ შენ ერთ ტრეიდში რისკავ რაღაც 0.5-1% და ასე შემდეგ, უკვე swing-ში ეს რიცხვი 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი არის და უფრო მეტს რისკავ რა. აი მაგალითი რომ განვიხილოთ პირობითად სიგნალების. სიგნალებში რა ხდება ნახეთ? ბოლო 1 წელია თუ 2 წელია უკვე აქტიურად არის ხოლმე სულ swing trade-ები, რასაც მე სიგნალებში ვაკეთებ და ეს არის ძალიან კარგი. იმიტომ რომ გამოყენების მხრივაც ძალიან კარგია, ანუ არ მოითხოვს ეს რაღაც სულ ჩართულობას და დიდ დროს და ასე შემდეგ რა. ანუ გახსნი პოზიციას და ხარ მშვიდად, ელოდები მშვიდად. აი მაგალითად სექტემბერში. ის როდესაც scalp-ის სტატისტიკა გაჩვენეთ, იქ თუ 200 სიგნალს ვაკეთებდი მე ერთი თვის განმავლობაში. აქ უკვე ნახეთ, არის რაოდენობაში მცირე და არის სტაბილური. და აი შედეგსაც თავადხედავთ როგორი შედეგია, მაგალითად ეს არის სექტემბერი და მთელი სექტემბრის განმავლობაში ესეთი მაგარი პოზიციები გქონდა, ესეთი მაგარი ტრეიდები იყო და წააგო მხოლოდ ერთმა, ეს არის რაღაცა მგიჟობა, არანორმალური შედეგია ეს რა, რაც გაგრძელდა ოქტომბერშიც და ნოემბერშიც. აი ამდენი ტრეიდიდან რომ აი ეს 5 წააგებს და ამდენი მოიგებს, ეს არის ძალიან მაგარი შედეგი რა. თან აი მოგებები ბევრად აღემატებოდა წაგებებს. ეგ არის კიდევ აღსანიშნავი. აი risk management-ი გვაქვს ესეთი, ზოგიერთ ტრეიდი გაიხსნა 3%, ზოგი 1-ით, ზოგი 4-ით და ასე შემდეგ. და ნუ საბოლოო შედეგი გამოვიდა 27% წმინდა მოგება. 78% win rate. ნოემბერში მაგალითად უკვე გვაქვს ესეთი სტატისტიკა, 88% win rate და კაპიტალის მოგება იყო სიგიჟე. აი მართლა სიგიჟეა, როდესაც risk management-ი ესეთი გაქვს
და კაპიტალის მოგებას აკეთებ 100%-ს. ძალიან სიგიჟე თვე გამოვიდა, ძალიან მაგარი თვე იყო და ეს ყველა ტრეიდი არის ან day trade-ი, ან swing trade-ი. უმეტესობას დაჭირდა მოგებისთვის რამოდენიმე დღე, ერთი კვირა შეიძლება, ორი კვირა შეიძლება, ზოგმა რამდენიმე საათში დადო შედეგი და ასე შემდეგ. ესეთი ტრეიდებია ახლა ძირითადად სიგნალებშიც, მე თვითონაც ესეთ ტრეიდებს ვაკეთებ და მოკლედ ბევრად ჯობია ამ მომენტისთვის swing trading-ი, რადგან მარკეტი გვიწყობს ამისთვის ძალიან კარგად ხელს, როდესაც ვართ აღმასვლაში. როდესაც ფლეტში არის მარკეტი და როდესაც არ არის ვოლატური, ამ დროს უკვე შეგიძლიათ დაკავდეთ scalping-ით. მაგრამ როცა ხელსაყრელი დრო აუცილებლად უნდა ივაჭოთ swing-ით და აკეთოთ ძალიან მაგარი მოგებები. ეს იყო ზოგადი შეფასება spot-სა და future-ს შორის. უშუალოდ გამოყენებას რაც შეეხება პრაქტიკულად რო განვიხილოთ თითოეული ინსტრუმენტი spot-ის და future-ის. ეგ იქნება უკვე შემდეგ ვიდეოში. გადადეთ აქედან პირდაპირ შემდეგ ვიდეოში და დეტალურად აიგახსნით როგორ გამოვიყენოთ spot-ი და future-ი და როგორ გავხსნათ პოზიციები.